ბატონ ირაკლი, რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში იყო გახსნილი საქართველოს მტერ, აზერბაიჯანის ხალხის მტერს ერთი სეპარატისტის ძეგლი, ავაგიანის ძეგლი და ეს იყო ძალიან სერიოზული აჟიოტაჟი საზოგადოებაში. პირველ რიგში ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. და ძალიან საინტერესო ფაქტი არის, ამ ძეგლის გახსნაზე იყო თქვენი პარტიის დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. და ეს ძეგლის გახსნა მოხდა ამ პერიოდში, 20 იანვარში, რომელიც მსოფლიო აზერბაიჯანის ხალხის გლობის დღე იყო. და ჩემი ინფორმაციით ამ ძეგლის გახსნაზე იყო სომხეთის ელჩი. და ეს ავაგიანი იყო აზერბაიჯანის ხალხის მტერი. ამის ხელი რუსეთის მოკალაკე. ამის ხელი იყო აზერბაიჯანის ხალხის სისხლში. და ყველასთვის კარგად ცნობილი არის ხოჯალოს ტრაგედია, ხოჯალოს გენოციდი. ეს ადამიანი პირდაპირ იყო ამ ხოჯალოს გენოციდში ჩართული ადამიანი. და მე მაინტერესებს პირდაპირ შენი შეფასება და როდის იქნება მოხსნილი დემონტაჟი ამ ძეგლის. ეს არის ჩვენი საზოგადოების ინტერესი და ჩვენი პირადი თხოვნა. როდის იქნება დემონტაჟი ამ საქართველოს აზერბაიჯანის ხალხის მტერის ძეგლის დემონტაჟი. დიდი მადლობა. მადლობა. ნინო გოგუაძე.